მოგესალმებით ქალბატონო მანა, გილოცავთ ჩამობრძანებას ფესტივალიდან. როგორც დავპირდით მაყურებლებს საქართველოს მოსახლეობას, გთხოვთ რამოდენიმე სიტყვით მოგვიყვეთ განვითარებულ მოვლენებზე, რასაც ჩამობრძანდით ქართველების გულგასახარად თუ გულსატკენად თუ რა ხდებოდა საერთოდ საქართველოს მიმართ, ძალიან გთხოვთ ორიოდე სიტყვით. სიამოვნებით. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. მე ნამდვილად გულნატკენი ჩამოვედი იმის გამო, რომ მე არ მაქვს სამშობლო. იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ერქვა, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ვინაიდან მე ვიმგზავრე იმ სახელმწიფოდან, რომლის წინააღმდეგი მე არა ვარ, მაგრამ ელემენტარულად სახელმწიფოს, რომელსაც თავისი აეროპორტი არ გააჩნია, თავისი სტრატეგიული ობიექტი არ გააჩნია და იგი გაყიდული აქვს და მე მხოლოდ მათ ენაზე მესმოდა ყველაფერი და მხოლოდ მათი მუსიკა მესმოდა, ეს იყო ჩემთვის მომაკვდინებელი. ნუ თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით, ნუ თუ ილია მართალი, აკაკი ვაჟა ამისთვის იბრძოდნენ და სხვები, ნუ ჩვენი დიდი წინაპრები და დღევანდელი დღით დამთავრებული ჩვენ რეფერენდუმი იმისთვის ჩავატარეთ, რომ საქართველო უნდა გაგვესხვისებია. მე ვნახე აბსოლუტურად გასხვისებული საქართველო, როგორც აქედან მიმავალმა, ისე იქიდან დაბრუნებულმა, ძალიან გულნატკენი ვარ და პირველი ბოლოს, როდესაც უკვე დავეშვით ეგრეთ წოდებული თბილისის აეროპორტში, რომელიც სხვა სახელმწიფოს კუთვნილებაა, მათ ენაზე იყო პირველი რაც ითქვა მგზავრების მიმართ, მეორე იყო ინგლისურ ენაზე და მესამე ძალიან ისეთი ვიცით აწონილი, სულ ორიოდე წინადადებით ქართულ ენაზე, რომ მიაქციეთ ყურადღება, თქვენ ბარგს არაფერი არ დაგრჩეთ მომავალ შეხვედრამდე. ეს იყო და ეს მათი ტექსტი. ეს არის ნამდვილად სამარცხვინო და აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია სახელმწიფოზე, რომელსაც არ გააჩნია თავისი არც აეროპორტი, ვუყურებდი ათათურქის აეროპორტი არის უზარმაზარი, მთელი ქალაქია და წარმოიდგინეთ თქვენ კიდევ იმ სახელმწიფოს ხელში ჩავარდა საქართველოს აეროპორტი, წარმოუდგენელი გაქვთ თქვენ, რომ როდესაც სასახლეებს იშენებენ მილიარდიანს და საკუთარი თვითმფრინავები იყავთ და კიდევ სასახლეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან კარგად იცით მე ვისაც გულისხმობ, მოქალაქეთა კავშირები არიან და შევარდნაძიდან დაწყებული ამათ სააკაშვილების და იმათი ბანდებით დამთავრებული. შეიძლება რომ საქართველოს აღარაფერი აღარ დაუტოვონ, რისთვის ინახავენ, რისთვის და ვისთვის ინახავენ და გონიათ რომ ასე ჩაუვლით ყველაფერი. მე ძალიან გულნატკენი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მოვდიოდი ძალიან აღტკინებული, გახარებული, მინდოდა მიმელოცა სრულიად საქართველოსთვის. ვაგრძელებს ჩემს სიტყვას სხვა ჩაერთო მიკროფონით და მე არ მინდოდა რომ ის ფონზე მესაუბრა იმ მიღწევებზე, რომელი მიღწევებიც მოიპოვა საქართველოს ქართულმა ფილმმა და იმ ფედერაციამ, საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციამ, საქართველოს ფედერაციამ, რომელმაც წაიღო არაჩვეულებრივი ფილმი ქართული ფეხბურთი 100 წლისა და მე უნდა მოგახსენოთ, მოკლედ მოგახსენეთ, მაგრამ კონკრეტულად ძალიან რაც მოხდა 28-ში გახლდათ ფესტივალის, ესე იგი სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის დღე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მისი სათაო ოფისი გახლავთ ქალაქი მილანი. მილანში ყოველ წელს 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით იმართება ფესტივალი. მას წარმოდგენილი არის მსოფლიოს 108 სახელმწიფო თავისი შემოქმედებით. სხვათა შორის აღსანიშნავია ერთი რამ, რომ ყველა სახელმწიფოს ყავს თავისი პატრონი
და ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელს ყავს თავისი დამფინანსებელი, თავისი მთელი აპარატურითა თუ თავისი ოფისებით. ჩვენ კი არც ოფისი გვაქვს, არაფერი არ გაგვაშია და აი ამ პირობებში, აი ისეთ პირობებში, საველე პირობებში ყოველ წელს ვქმნით ჩვენ ისეთ ფილმებს, რომელიც შემდგომ არც ერთხელ არ დარჩენილა პრიზის გარეშე. ამჯერად 28-ში იყო გახსნა ეს ლომბარდიის არაჩვეულებრივი შენობა არის ცენტრში, სადაც უდიდესი დარბაზია და მასში პირველი გახსნის თანავე მე მინდა რომ მიულოცო დღესაც აი აქედან თბილისიდან უკვე ბატონ ფრანკო ასკანის, პროფესორ ფრანკო ასკანის, რომელიც გახლავთ სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი. ეს არის უცვლელი პრეზიდენტი, რომელიც შესანიშნავად ართმევს თავს ამდენი სახელმწიფოების ურთიერთობას სახელმწიფოების წარმომადგენლებთან და ასევე ფესტივალი იმართება ისეთ სახელმწიფო დონეზე, რომ იქ ჩართული არის პრეზიდენტი, იტალიის პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა მინისტრებით დამთავრებული. ასე რომ ეს არის უმაღლესი დონის ფესტივალი, მსგავსი დონე არცად არ არის. ეხლა კანის ფესტივალზე ეს არის მხატვრული ფილმების ფესტივალი, სადაც ამ რაოდენობის სახელმწიფოები არ არიან იქ წარმოდგენილი. თვითონ აი ეს ფედერაცია მოიცავს 108 სახელმწიფოს და წარმოიდგინეთ, ეხლა გაეროში არ არის 108 სახელმწიფო და აქ კიდევ აი ასეთი დონე არის იმდენად, რამდენადაც ინტერესი ძალიან დიდია. 28-ში გახსნის დღეს მოხდა პირველი დაჯილდოება საერთაშორისო სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფესტივალის კომიტეტის წევრებისა, რომლის წევრი გახლდით მეც გახლდით, სულ 14 წევრი ვიყავით, 5 კონტინენტიდან 108 სახელმწიფოდან 14 წევრი ვიყავით, ყველა დაგვაჯილდოვეს სპეციალური პრიზით, ეს არის ფედერაციის პრიზი. ამის შემდეგ მეორე დღეს 29-ში შედგა კონგრესი სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა ყველა წარმომადგენელი აბსოლუტურად. კონგრესი გახსნა პროფესორმა და პრეზიდენტმა ფრანკო ასკანიმ და პირველ საკითხად გავიდა რომ უნდა შეიქმნას კომიტეტი, რომელიც მოიცავს მეცნიერებას, კულტურას და სპორტს. ამაში შედის 12 წევრი და 12 წევრს შორის ისევ საქართველოს ერგოპატივი და მე პირადად წარმატგინეს და ამის ნახვა ვისაც აინტერესებს შეუძლიათ შევიდნენ ფიქტის ვებსაიტზე და იხილავენ აქ. ეს არჩევა მოხდა 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და ყველაფრის მომცველია თავისთავად ეს და ფაქტობრივად ძალიან დიდი მოთხოვნილებაც არის ყოველივე ამაზე და ამავდროულად ყველა სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელი 12 პიროვნება ურთიერთკავშირში ვიქნებით და ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ყველამ ჩვენი პროექტი წარვადგინოთ, რაც კი არის დაკავშირებული ამასთან. შემდეგი გახლდათ უკვე სხვა კატეგორიის რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თავად კონფერენციების გარდა მიმდინარეობდა ფილმების ჩვენებები, დილიდან იწყებოდა ეს კონფერენციები და საღამოს 10 საათამდე ვიყავით სულ დაკავებული. ბოლო დღე გახლდათ გუშინდელი დღე 2 ნოემბერი, როდესაც წარდგენილი ფილმების დაჯილდოება და საბედნიეროდ საქართველომ კვლავ მოიპოვა ჯილდო. ეს იგი ეს არის ერთი არის ღირსების დიპლომი, რომელიც არის დიდი ყველა ამის აჯილდოებენ და ეს ღირსების დიპლომის გარდა
გადმოგვეცა ასევე ბროლის გულსაკიდი, რომელიც არის ფედერაციის მიერ ფედერაციის სახელით გადმოეცა საქართველოს. თქვენ ალბათ დაინტერესებული პირები, ვინც არიან, მიუთითებთ ყველას და მე ასევე მოგაწვით იმ პიროვნებების ელექტრონულ ვერსიებს, რომელიც მათ აქვთ, იმიტომ რომ ყველა დაინტერესებულია საქართველოთი, იმდენად კარგი ფილმი იყო. რამოდენიმე ფილმის ნაკრები იყო და ამასთანავე რაღაც არაჩვეულებრივი მსგავსი აფიშა არსად არ მინახავს მე საერთოდ და ანალოგია არ აქვს იმ აფიშას აფიშების ისტორია ძალიან კარგად ვიცით და ჩვენ მათვალიერებდით და ვსწავლობდით ყველაფერს. ეს იყო რაღაც ზღაპრული აფიშა, რომელიც არის საქართველოს ისტორია, ფეხბურთის ისტორია და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრე ჟღენს, იმიტომ რომ თვითონ მისი უშუალო დამსახურებით მოხდა ეს ყოველივე, იმიტომ რომ მისი ფილმებიდან მოხდა შემდეგ უკვე ამონაკრები ყოველივე იმ ცენტრალური, იმ აუცილებელი მხარისა, რომელიც თვითონ საქართველოს და ფეხბურთს უკავშირდება. ისე მე მინდა აღვნიშნო ერთი რომ ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელი ვინც იყო, მათ ყველას ახლდათ ტელევიზია. სახელმწიფოს ტელევიზია, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა დაეფიქსირებინა. საქართველო იყო ერთადერთი ასეთი გაუბედურებული უპატრონო, მე არ ვთვლი თავს უპატრონოდ, ნამდვილად, იმიტომ რომ ფედერაციის, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების სახელით მე ძალიან დიდი და ძალიან ბევრი პატრონი მყავდა, მაგრამ ერთადერთი იყო სამარცხვინო, რომ ყველა საუბარში მოვისმინე, რომ სახელმწიფო დონეზე მათ აქვთ არაჩვეულებრივი ტექნიკური აღჭურვილობა, შესანიშნავი პირობები, შესანიშნავი ლაბორატორიები, შესანიშნავი სამონტაჟოები და ასე შემდეგ და არის სპეციალურად მათთვის უდიდესი შენობა გადაცემული, რომელიც შემდეგ ამზადებს უკვე ფესტივალს და ასევე ოლიმპიადებს და მთელ რიგ ისეთ პროცესებს, რომელიც სპორტს უკავშირდება და ეხლა უკვე დაგვემატა ჩვენ სპორტი, ხელოვნება, მეცნიერება და ყოველივე ეს არის მრავლის მომცველი და ამ დროს კი საქართველოს არაფერი არ აინტერესებს, სამწუხაროა და სავალალოა, რომ საქართველოს მხოლოდ აინტერესებს ერთი რამ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები გაასხვისონ, რაც შეიძლება მეტი ხალხი გაამათხოვრონ. ეხლა როდესაც ვიჯექი თვითმფრინავში, ვუყურებდი ამ გაუბედურებულ ქალებს, როგორ იყვნენ, გასაწყლებულები. იცით, შრომისგან, სახის კანი შეცვლილი, ის ქართული სახე, ის ფორმა, ყველაფერი, იცით, იმ საკვებს, რაც თვითმფრინავში ეხლა ბოლო რეისზე, მე მაგალითად უარი ვთქვი, ნამდვილად ვერ მივაკარებდი ხელს იმას, მაგრამ იცით როგორ მიირთმევდნენ? ისე მიირთმევდნენ, გეგონება 10 წლის დამშეულები იყვნენ. როგორც ჩანს, ისინი შიმშილობენ იქაც და შიმშილობენ აქაც. ჩამოვიდნენ ეხლა რაღაცის ხელი გაუმართონ უნდა ოჯახებს და ისე უნდა დაბრუნდნენ. ამაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდება ყველაფრის ნგრევა, უკვე დანგრეულია და მეტი რაღა უნდა დაანგრიონ, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ. მე კიდევ ერთხელ მიულოცავ ყველას, ვინც ნომინაციაში მონაწილეობა მიიღო და ზოგმა ჯილდო მიერ მიიღო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც იყვნენ ისინი წარმოდგენილი იქ. მე უსურვებ ყველას წარმატებას, გამარჯვებას, მომავალი წინ გვაქვს ყველას ერთად და ამავდროულად მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ პრეზიდენტს ფრანკო ასკანის იმ დიდი ყურადღებისათვის და პირადად ჩვენდამი დიდი ინტერესისადმი, რომელიც მას ესოდენ ძალიან უმაღლეს ხარისში ქონდა წარმოდგენილი. მე ასევე მადლობას ვუხდი ბატონ ალექსანდრე ჟღენს, ჩვენს შეუცვლელ ბატონი ალექსანდრე დარჩა ჩვენი
პრეზიდენტი, მაგრამ არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ მას შეუნარჩუნეთ, რომ იგი არის ჩვენი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, ასე რომ ბატონ ალექსანდრეს ვულოცავ და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო აი ამ ფილმების ყველა ფორმით, რა ფორმითაც რას განვახორციელეთ, ჩვენ კარგად ვიცით ახლა რაც გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, მე ყველას მადლობას ვუძღვნი და მომავალ გამარჯვებებს უსურებ მათ. გმადლობთ ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო მანა, გისურვებთ გამარჯვებებს. მრავალი გამარჯვება მიგელოცოთ ქართველიერისთვის. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ალექსანდრე ჟღენს. დიდ მადლობას გიხდით თქვენ პირადად, იმიტომ რომ როგორ ჩვენ ვიცით და გავიგეთ და ნახეთ ასევე საიტებზე განთავსებულია და მათ საიტებზე განსაკუთრებული დამოკიდებულება ბატონი ასკანის თქვენს მიმართ, რომელიც დაუფარავად ჩანს. ალბათ ეს მისი დამოკიდებულება თქვენი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე და პლუს საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და მოსახლეობას უთხრა რომ ერთადერთი ქვეყანაა სადაც გაწევრიანებული არის კანონიერი ხელისუფლების სახელით, სადაც არის წარმოდგენილი ლეგიტიმური ხელისუფლება და არა უკანონო საოკუპაციო ადმინისტრაცია. ეს იმათ კარგად ესმის და ამიტომაც ალბათ როგორც მებრძოლი ქალბატონი, როგორც მებრძოლი ქვეყანა ამ გაგებით ჩვენ ისინი ხედავენ და ალბათ იმიტომ ჩვენის აზრით, იმიტომ პატრონობდნენ თქვენ რომ როდესაც ვერ ხედავენ ნამდვილ პატრონს, აიღეს ეს მოვალეობა თვითონ თავიანთი სახელით და ალბათ ჩვენ თავის დროზე თქვენ ამას გადავუხდით, ასევე იგივე დიდი პატივისცემით, როდესაც მოხდება ალბათ მათი ჩამობრძანება, მიიღებს კანონიერი ხელისუფლება და ბატონ ასკანის კი აუცილებლად და აჩვენებთ იმ საქართველოს, იმ ქვეყანას, რომელიც ჭეშმარიტად ჩვენს და ყველას გვიყვარს. მადლობთ კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით. ყველაფრისთვის კარგად ბრძანდებოდეთ. დღეს არის 3 ნოემბერი 2011 წელი, ბესარიონ მიქავა თბილისის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული აეროპორტიდან, თურქეთის აეროპორტიდან. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის და იმედია ჩვენ ამ თემაზე ალბათ კიდე სხვა დროსაც გვექნება უფრო ვრცლად და უფრო ყველაფერს წარმოვადგენ, რაც კი გადმომცეს, იმას წარმოვადგენ მაყურებლისა და დაინტერესებული პიროვნებების წინაშე მოხდება ეს ყოველივე. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.